ყველას მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო. მე უკვე აღარ ვარ კახეთში, წამოვედით იქიდან, სამწუხაროდ ვლოგების გადაღება ვერ მოვახერხე. მაგრამ ეხლა მაინც მინდა რომ გადავიღო პატარა ვლოგი, თორე ძალიან დიდი ხანი არ ყოფილ ვარ YouTube-ზე. ეხლა ვარ ჩემი დასთან. სტუმრად საბურამოში. სანამ კარგი ამინდებია, მოკლედ იმედია რომ მოვასწრებთ კიდევ აუზში გაცურვას. თუმცა ეხლა უკვე იცვლება ამინდები და მე მგონი გვეღირსება ცოტა აგრილება. ეს დღეები ძალიან ცხელოდა. რამდენიმე დღე მოკლედ გავჩერდები აქ და მერე უკვე წავალთ და რაღაცებს გავაგრძელებთ. მოვიმზადებით. სწავლის წინ დიდად არ გეგმავ რაღაცა ისეთ შოპინგს, ისტორიულ შოპინგს. ვფიქრობ, რომ მერე უფრო გამოჩნდება რა დაჭირდებათ და რა აქვთ საფიდელი ბავშვებს და მერე ნელ-ნელა დაწყმარებულად მერეც ვუყიდი ყველაფერს. ხო და მოკლედ ესეთი ამბები ჩემო ძვირფასებო. დღეს ვეცდები რომ ჩავწერო ვლოგი. ნახოთ როგორ გამომივა. მოკლედ ეხლა ვარჩევ სარეცხ მანქანებს და ჭურჭლის სარეცხ მანქანებს უკვე მოვიდა მაგის დრო რომ უკვე ავარჩიო როგორც იქნა და ჯერ კიდე მაინც არ ვიცი. LG-ს 8-ნახევრიანი მომეწონა ძალიან ჩვენ საბაძანეში იდეალურად ჩავა, იმიტომ რომ ესეთი არის ცოტა წვრილი მოდელია. ხო და ეხლა ვნახულობ კომენტარებს რას წერენ Google-ში, კი და YouTube-ში არის რამოდენიმე განხილვა და რა ვიცი, აბა ვუყურებ მაგას. პლუს შეიძლება მიდეაც ვნახო და Samsung-იც. განვიხილავ ასევე მიდეას და Samsung-ის სარეცხ მანქანებს, თუმცა ყველა არ მიდის ჩემთან, ანუ შეზღუდული ვარ არჩევანში, იმიტომ რომ ჩვენ საბაძანეში ასე კარგად დაეტევა 50-მდე სანტიმეტრიანი მოდელი რა. რომელიმე მხარე მაინც 50 რო კონდეს და მოკლედ მაგათ შორის და პლუს თან მინდა 7-დან 8-ნახევრამდე რა, ანუ 9-ც შეიძლება. მაგრამ 7-იანს თუ ვიყიდი კილოგრამობას გულისხმობ, ანუ ცოტა დიდი ბარაბნით მინდა, 7-იანი დიდი ბარაბნით თუ იქნება, ძალიან კარგია თუ არა და 8-იანი ან 8-ნახევრიანი მინდა, მაგრამ აი LG 1.5 ეგეთი წვრილი 8-ნახევრიანი გვაწყობს ძალიან. მაგრამ რამდენად კარგია არ ვიცი, ეხლა ვნახულობ კომენტარებს და კომენტარები არის ძალიან ბევრი და ყველა სხვადასხვანაირი. ზოგს გამოადგა, ზოგს არ გამოადგა. არ გამოადგა რა, ანუ რაღაცა მინიმალური რაღაცა ისინი აქვთ რა, პრეტენზიები და არ ვიცი, ხომ მე უნდა დააწყო მაწყობს თუ არა. ასე რომ ესეთ იმეებში ვარ. რაც შეეხება ჭურჭლის სარეცხ მანქანას, ძალიან მომეწონა ელენბერგის ერთ-ერთი მოდელი. ძალიან ისეთი დიდი არის და ყველაფერი კარგი აქვს, მაგრამ არ ვიცი, ცოტა მაინც მეეჭვება ეგეც. ლაშა უკვე მზად არის რომ ეგ იყიდოს, მაგრამ მე ვაჩერებ რომ მაინც ცოტა ისეთი ბრენდი არის გაუგებარი. იმიტომ რომ რაც ვნახე, ვერაფერი ვერ ვნახე, ვერც YouTube-ზე, ვერც ვერსად მაგ მანქანის შესახებ. ხალხმა დაწეროს კარგია, ცუდია, გამოადგათ, არ გამოადგა და გამოდის რომ ფაქტურად გარისკვა. ეხლა რომ არ იცი გამოგადგება თუ არა და ამიტომ მაინც თავს ვიკავებ, მინდა ისეთი მოდელი ვიყიდო, რაც ვიცი რომ ან ბევრმა დაწერა რომ კარგია. ამიტომ ვფიქრობ ისევ მიდეას ჭურჭლის სარეცხებში. ერთადერთი მიდეასი არ მინდოდა მიდეა, იმიტომ არ მინდოდა რომ კარი არ იხსნებოდა თავისით, როგორც ვთქვათ ელექტროლუქს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ყველა მითხრა რომ ვისაც ვკითხე, დიდად ახლა ეგ ფუნქცია არ არის ისეთი საჭირო და აუცილებელი, იმიტომ რომ კარს ახლა შენც გააღებო და
რომც არ გააღო მთელი ღამე და რომც არ გააღო, ანუ არაფერი პრობლემა არ არის. და უშოთ ღამე რო დატოვე ჩართული, შეგიძლია დილით გააღო ეს კარი და ჩვეულებრივად უფრო კარგად ჰაერი შევა და გაშრება ჭურჭელი და არანაირი ის არ ექნება. შეხება ელექტროლუქს, ცოტა ძვირი არის, ჩვენ ცოტა შედარებით დაბალ ფასში გვინდა, მაგრამ ხარისხი კარგი გვინდა, ამიტომ რა ვიცი, მიდიას ვუყურებ, ვფიქრობ მაგას. იმიტომ რომ ბევრმა მირჩიეთ. ხო, თან იქ ოღონდ ისეთი მოდელი მინდა, რომელსაც 3 ის ექნება 3 კალათა. 14 პერსონაჟზე მინდა. და რა ვიცი, ახლა პროგრამების რაოდენობა გააჩნია, ზოგს 4 აქვს, ზოგს 8 აქვს. რავი, დიდად მაგასაც მგონი არ აქვს. დიდი მნიშვნელობა მთავარია ისეთი ყოველდღიური პროგრამა გქონდეს, ცოტა სწრაფი ირეცხვა და გაშრობის ფუნქცია და რაღაცეები. მთავარი პროგრამები მთავარია რომ გქონდეს. ასე რომ ესეთი ამბები ჩემო ძვირფასებო, იმ დღეს ვიყავი ისინი ავარჩიე კარადების სახელურები, ეგენი შევარჩიე. მაგრამ არ გადამიღია იმ პერიოდში ვიდეოებს არ ვიღებდი. ამ დღეებში ვიყავით, მაგრამ არაფერი არ გადამიღია სამწუხაროდ. ხოდა ესეთი ამბები მეგობრებო, მოკლედ ვეძებ ამ სარეც მანქანებს და ვარ. სკოლის ჩატები უკვე ახმაურდა. რაღაცეები შეგვატყობინეს დამრიგებლებმა. ძალიან ცუდი ის არის, რომ მარიტას მეორე სმენა, მარტაც მეორე სმენა იქნება, ანუ ორივე იქნებიან მეორე სმენა. ეგ არის ძალიან ცუდი. იმიტომ რომ მაგ დროს ბავშვი ვერაფერს ვერ ასწრებს წესიერად, გაკვეთილების სწავლას ვერ ასწრებს, უწევს რომ გადაიტანოს, ნახევარი ღამე ისწავლოს, ნახევარი დილით ისწავლოს, წრეებს ნორმალურად ვერ ასწრებენ სიარულს და მოკლედ ძალიან ცუდი არის ეგ ამბავი. მისაა უკვე მაგის გულისთვის სკოლა შეუცვალო. მაგრამ როგორია მე-10 კლასში სკოლის შეცვლა, რა ვიცი აბა. თანაც ვერ გაიგებ სად როგორ არის, სად რა შეიცვლება. ამიტომ ეგ ძალიან ცუდი არის რა მოკლედ. მეორე სმენა, მაგრამ კარგი ის არის, რომ ორივე ერთნაირად იქნებიან, ესე რომ ერთად სწავლენ, ერთად მოვლენ სავარაუდოდ. თუმცა მარიტას უფრო მეტი გაკვეთილი ექნება ალბათ. კახეთში არ ვიღებდი ვლოგებს, ჩვეულებრივი სიტუაციები იყო, როგორც ყოველთვის. ეხლა რომ დავლაგდები სახლში. ვფიქრობ, რომ გავაგრძელებ ისე ყოველდღიური ვიდეოების გადაღებას. ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩავდგები ფორმაში, კალაპოტში რომ ჩავდგები. მერე უფრო საინტერესო გახდება ჩემი ვიდეოები, იმედი მაქვს. ახალ სახლში. ხო, ანუ სამზარეულოდ შევარჩიე. რეაფერებში ვაკეთებ. მეტალში ვიყავით, ავარჩიეთ ყველაფერი. და მოკლედ შეკვეთაც მიცემული გვაქვს. ასე რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თავის დროზე მოესწრება და გამზადდება ყველაფერი. ამიტომ ახლა სარეცხი მანქანა ისეთი აუცილებელი არ არის, როგორც ჭურჭლის სარეცხი. იქ უფრო აუცილებელია, რომ ხელოსანმა ზუსტად ანუ მაგის ზომებში ჩასვას ყველაფერი და სწორად გააკეთოს. ასე რომ ესეთი ამბები ჩემო ძვირფასებო და ლამაზებო. ცოტა ხანი აუში ვიცურავეთ დღეს. ამიტომ ჯერ კიდევ მოგცა ამის საშუალება. მოვასწარით, მეგონა ვეღარ მოვასწრებით. სანამ აცივდება. ეს კინეა, ესეთი ლამაზი საცურაო კოსტიუმი მქონია სახლში და ზღვაზე სულ დამოვიწყდა. წამეღო, იმიტომ რომ ვერ ვიპოვე და
ეხა ვიპოვე. აქ სანამ წამოვიდოდი, ასე რომ წელს მაინც ჩავიცვი. ესეთი ლამაზი ისიც ჩასხვა საგურამოში. ცოტა ხანში კიდევ უფრო ლამაზი გახდება ცალ. ეხლა გავაკეთებ აბა საგურამოში. ჩემ და ლამაზი ჭიქები აქვს. საყვარლობა. გუდვილში მოვედით მეჭობრება. რაღაცები საყიდვად. პომიდორი. შუშაკიტრი. აუ, რამბავია. შოპინგი ცეცეთი უნდა. შოპინგი კარგია. აბა, unboxing-ი. ჩავედით კიტრზე და პომიდორზე. და ვიყიდეთ. აი ამდენი რამ. მიცა. რამდენი რაღაცებია. ეხლა ყველაფერს გაჩვენებ. და ვიყიდეთ საგურამოს გუდვილში. პირველ რიგში ესეთი ალუბლის კოკა-კოლა. მე პირველად გავსინჯე და ძალიან მომეწონა სხვათა შორის გემრიელია. ეხლა აქ არეულოს გილაგია სხვადასხვა სორტის რაღაცები, მაგრამ არა უჩვენს. ესეთი მაკარონი. ისე ეს კაია ბარილა, მეც ამას ყიდულობ ხოლმე. ხშირად არის აქციაში თან. ჩოკოპაის მარკა აცხელებს ხოლმე იმაში მიკროვოლნოვკაში. იოგურტები. ესეთი, ოღონდ ეს იოგურტია პუდინგი, მარიტა ეს პუდინგი ყოფილა, პუდინგი თხილით. ეს იოგურტი, ესეთი. ეს ვასალ ამოვიყიდეთ ჩემი ინიციატივით. შემდეგი პარკი იოგურტები, აი ესეთი მარწვის რძე წყლები. ისე წყლებს ეგ მომეკითხა, რატო ყიდულობ? არსა ვაქაუ. პომიდორი, ვარდისფერი. ეს ბავშვებს უყვართ ესეთი სოკოები. სოკოები ყიდა მე. კინდერ სიურპრიზ. ესეთი კინდერები. ვიღაცებმა უკვე ამოიღეს. პური, ესეთი ბატონი კლასიკური. კომპოტი, კომშის კომპოტი. არა, ай, ვერ გძებ? Вообще никакой. Это приятный привкус, რა. ეს რაღაც იმის რა ქვია, პასტისთვის ესეთი ტომატი, ხო, ოღონდ გაშერეული აქვს. პირდაპირ უნდა დაასხა ეს ტომატი? თუ უნდა პირდაპირ. მოკლედ ესეთი ტომატ პასტა, ოღონდ ისე თავის რაღაც სუნელები და წვანილები და ყველაფერი. ხო, ბოლონიეზე და ეგეთ რაღაცებისთვის. აქ ის ხდება. ტოსტის პურები. ესეთი ტოსტის პურები. სალატის ფუცლები, ბუტერბროდებისთვის, ოსტებისთვის. ორიგინალი ლეისი. ეს რა არის? რა ქვია ამას? ჟელიბონები. ეს ესეთი შოკოლადი. ეს ნეტალი მიყიდა კრაბის ჭხილები. ესეთი კიდევ წყალი. ვანილი. ტოსტის კველი ესეთი. ყურძენი მოვიდა ყურძნის დრო.
ბუენოები, ეს ბუენოები ყველა პარკში ყრია. ესეთი ხელიფონები. ამას დავხსენე. ამ პარკში მხოლოდ კიტრიდეს. Киндерია, киндერი კიდე იყო ჩავარდნი. Киндер ბავშვს ნიშნავს ანიმება. Киндер. აი ეს გერმანულად киндер არის ბავშვები. ნიმეცკი ხო? киндер, კი, ინგლისური სიტყვა киндер და მოკლედ აი ესეთი საყიდლები გქონდა დღეს საგურამოში. როგორი საუზმე გვაქვს საგურამოში. შვედური სუსტა. ესეთი ეს რა ის არის? იყოს. ბავშვი. ამას ამ соуს რა ქვია რომ პასტას უკეთებენ ხო, ნაპოლიეტა თუ რა. და ეს ტომატის соуსი უნდა დავამატოთ. და ძალიან კიდე მარს სოსისი, ყველი და მოკლედ სალათი. მე ეს ჩემი თავს მჯოთობა. კიდევ ერთი დღე გვაქვს მზიანი. სავარაუდოდ ხვალიდან უკვე წვიმებია და ტემპერატურაც დავარდება. ასე რომ დღეს უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი. ნატალიკა. დღეს უნდა გამოვიყენოთ მოკლედ ეს მომენტი და კარგად გავატაროთ ეს დღე აუზზე. მე ჯერ არ ჩავდივარ, მინდა რომ კარგად დამცხეს და მე ჩავხდები. Laura Magaria McDonald's-ები აუსთან მოგვიტანეს სუპერ ავის დროა ესეთი ლამაზი შუა დღე გვაქვს დღეს საგურამოში ესეთი ღრუბლიანი დილა დღეს. ჩვენმა აუზმა მოიწმინა. წალბაშებს გავაღვიძებ. ესთეტიკის პიკი. ეხლა ყავას დავლებთ აი ესეთ შილამაზეში. საგურამო ფორმას არ კარგავ. ნატალის თითები. მალისას პირველ ნატალი მუგბანკ. ნატალის საყვარელი ისა კბილეული ტარტალეტკა. ასლის დროა. სამწუხაროდ მივდივართ უკვე სახლში. ტოვებთ ამ სილამაზეს. იმედი რომ მალე ჩამოვალთ ისევ საგურამოში. ძალიან ისეთი მოგროვებული ამინდია, წვიმიანი. ალაგ-ალაგ წვიმს. და მოკლედ ძალიან კი არ მინდა წასვლა, მაგრამ დრო არის უკვე. გვიხმობს სკოლა, ასე რომ უნდა წავიდეთ. აი ესე დასრულდა ჩვენი ზაფხულის არდადეგები სექტემბერში. შარვალი მოხსია. დანასკები. ცანცივა. მოკლედ ისეთი ლუკი მაქვს. ძალიან აცივდა, აგროვდა.
პირველი 2 თუ 3 დღე ვინავარდით აუზში. და მე всё. სამწუხაროდ აუზისკენ აღარც გამგიხედავს სიაგრილდა. ხო და ასე მეგობრებო, ესეთი სწრაფი გადასვლა. რა თქმა უნდა, კოპალნიკებიდან ლამისა კურტკა ჩავიცვა უკვე. ციგნები. მამამ დაგვახვედრა ციგნები. ეს ყველა ჩემები. ხო, სკოლაში იყო მისული, სანამ ჩვენ არ ვიყავით. და ციგნები გამოიყენა ბავშვობის. ეს მარიტასები და ნატალისებიც იქეთ. ძალიან ბევრი არის, ყველაფერს გადავხედავ. მე მგონი რომ კარგი ციგნები არის. ეხლა ვნახოთ მარინამ რა გამოგვატანა. საგურამოდან. არა. ნახოთ, კაი, მეც ვნახავ. აბა unboxing-ი რა გამოგვატანა მარინამ საგურამოდან. ბავშვებო. აი მე გადმოწვი. ჩოკოპაი. რომელიც გადმოწვიდა. იოგურტები, ნაირნაირი იოგურტები, ესეთი სხვადასხვანაირი. ой, ჩოკოპაი ჩაიყარა, ბარნი. ნატალი გახსნა და. არა, უშო, რატო არ შეწამე? ეს რა არის პეჩენიები? მარიტა, ნახე ესეთ პეჩენიებს. ფლოპია, ოღონდ ძალიან არის. აუ, ეს ძალიან მიყვარს, ტუტკი. ეს ესეც რაღაც პეჩენიები. ნატალის უყვარს ესეთი და ლაშას. ესეთ, ეს ძალიან კაი ჩანს. ჩაის პეჩენიები. так, იდან. ო, მარიტა, შენი საყვარელი. მარიტა ძალიან შეუყვარდა ეს. მოეწონა. ეხლა ხო, მოგეწონა რა? ხილიც გამოგვატანა. ვაშლები, ატმები და ყურძნები. კრუასანჩიკი. პეჩენივკა, იუბილეინოა. ეს რა არის? კოკოსის შოკოლადი ნატალის და მამას რო უყვართ. ვაუ. ესეთი არ გამინახია. სნიკერსები. ეს დედას უყვარს. აი ესეთი ნობათი გამოგვატანა მოკლედ. საგურამოდან